მე მოვდივარ ხოლმე სასაფლაოზე და წმინდა ვაქანი რაღაცებს, ყავილებს ვასუფთავებ, ნაგვებს ვკრდი. კიდევ აქამდე ხრეშებს ვასუფთავებ, ვინძური არ იყოს, მიცვალებულებს უსოფხელს, ტვერებს უსოფხელს, წმინდა ჯვარსაც ვასუფთავებ და დაუდობაზე ლამაზად და სხვა სასაფლაოზეც გადავალ, იმიტომ რომ ისინიც მეწოდებიან და იმისი დედები იტანჯებიან. ვასუფთავებ სასაფლაოებს ძალიან მიხარია რომ სუფთა იქნება მეთქი. მეორე დღეს რომ მოვდივარ, ყავილებს ტიებ, სანთელს ვანთებ. როცა ჯვარ დავინახავ, სულ ვილოცები, მამამ მინდა რომ დამლოცოს და ჩავეხუტო. დედა რომ მოდის და ალაგებს სასაფლაოებს და ბევრ ფულს არ უხდიან, მე მაინც მოვდივარ და ვალაგებ სასაფლაოებს, მაგრამ არ მიხტიან ფულს, იმიტომ ჯერ ბავშვი ვერ შეერი რომ წობი მუცელი მიყივა და ძალიან მინდა რომ ახლა ნაჭამი ვიყო და ძინებული. გეძინება ახლა და თანგშია? ახლა ძმშია და თეთიკო ვერ ყიდულობს ხორცი, იმიტომ საშუალება არ აქვს, ფული არ აქვს, თორე რო კონდეს ფული მიყიდე და მაჭუნდა. 6 წლის გავხდი და ახლა სკოლაში უნდა შევიდე და ცხენია რომ სკოლაში რო შევალ, ყავა და ფეხზე არ მექნება და დედა სასაფლაოებს რო ალაგებს და ფულს რო აძლევს, რომ მეუნება დედა რამე გიყიდო, არ მინდა მეთქი, ჩემ ძმას ვყიდე წამლებით ხომ. აი ამ საშინელავარიულ ქოხში ზინავს ანგელოს გოგონას და ესეც კი არაა ოჯახის საკუთრება. კეთილი ბავშვი მისვარებუნებისთვისაც კი ზრუნავს და ჩვენ ცოცხალი ბავშვისთვის არ ვისრუნავთ. ოზურგეთში პატარა სახლები იაფიღირს. ღმერთმა არქნას და ერთ დილითაც გავიგოთ, რომ მარიამის დიდი ცისფერი თვალები სამუდამოდ დაიხუჭა ავარიული ქოხის ნანგრევებში მოყოლვის გამო. ამას ხომ ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს. მხოლოდ ერთი ნაყინის საყიდელი ფული გავიმეტოთ მარიამის სახელზე. მხოლოდ ერთი ნაყინის. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.